ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის ტკივილს აწყდება. ტკივილს საკუთარს ან სხვისას. და ამ დროს ღმერთისა და ცხოვრების აზრის შესახებ ყველა მარტივი პასუხი ინგრევა. ტანჯვის, აი განსაკუთრებით უდანაშაულოთა ტანჯვის წინაშე გული ღაღადებს, რატომ? თუ ღმერთი ყოვლის შემძლეა, რატომ არ აჩერებს ამას? თუ ის სახიერია, რატომ უშვებს ყველაფერ ამას? ეს ალბათ მორწმუნისათვის დასმული ყველაზე მძიმე კითხვაა და ბიბლია მასზე რაღაცა იოლ სახელმძღვანელოდ მოსახმარ პასუხს არ გვაძლევს. მაგრამ ის ბევრად მეც აკეთებს. ის გვიჩვენებს თუ სად იმყოფება ღმერთი ჩვენი ტანჯვის წუთებში. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ღმერთს ტანჯვა არ შეუქმნია. ღვთის თავდაპირველ განზრახვაში არ იყო ადგილი ტკივილის, სნეულებისა და სიკვდილისათვის. ტანჯვა დაცემულ სამყაროში ცხოვრების ტრაგიკული შედეგია. ეს იმ ცოდვის, იმ აცდენის, იმ დაავადების შედეგია, რომელმაც თავდაპირველი ჰარმონია დაარღვია. როდესაც ადამიანმა ღმერთს ზურგი აქცია, მან თითქოს ვირუსი შეიტანა სამყაროს ოპერაციულ სისტემაში. ამ ვირუსმა ყველაფერი დააზიანა. ჩვენი ურთიერთობები ერთმანეთთან, ჩვენი საკუთარი სხეული, ჩვენი ბუნება, ურთიერთობა ღმერთთან. პავლე მოციქული ამ ტრაგედიას კოსმიური მასშტაბით აღიქვამდა. რადგან ვიცით ბრძანებდა ის, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და იტანჯება აქამდე. ბუნებრივი კატაკლიზმები, სნეულებები, ხრწნილება, ეს ყველაფერი იმ სამყაროს სიმპტომებია, რომელიც სნეულია და არა იმ კანონებით ცხოვრებისა, რაც ღვთისაგან განზრახული იყო თავიდან. ღმერთი ამ ტკივილის ავტორი არ არის. ის მკურნალია, რომელიც ამ სნეულების განსაკურნებლად მოვიდა. ქრისტიანობის მთავარი პასუხი ტანჯვის პრობლემაზე ფილოსოფიური თეორია კი არა, მოვლენაა. ეს ჯვარია. ჯვარზე ღმერთი უბრალოდ კი არ უყურებს ჩვენს ტანჯვას უსაფრთხო მანძილიდან, ის მასში შემოდის. ის თავად ხდება დაუცველი, დამცირებული, ტანჯული. ის თავის თავზე იღებს ამ სამყაროს მთელ ტკივილსა და წყდიაც. ჯვარი ჩვენი წარმოდგენების რადიკალური გადატრიალებაა ღმერთზე. ის ყოვლის შემძლე ტირანი კი არა, მოყვარული ღმერთია, რომელიც თავის ქმნილებასთან ერთად იტანჯება. ის მსხვერპლთა მხარესაა და არა ჯალათების. ეკლესიის მეოთხე საუკუნის დიდი მოძღვარი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამაზე ფიქრისას ღაღადებდა. იგი ძელზე ჰყიდია, მაგრამ სიცოცხლის ხეს აცოცხლებს. იგი კვდება, მაგრამ სიცოცხლეს იძლევა და თავისი სიკვდილით სიკვდილს ანადგურებს. იგი იმარხება, მაგრამ აღდგება. ჯვარზე ღმერთი გვიჩვენებს, რომ ის კი არ გვათავისუფლებს ტანჯვისაგან, არამედ მას ჩვენთან ერთად გადის და თავისი თანამყოფობით ავსებს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ ტანჯვა უნდა ვეძიოთ, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც ის მოდის, რწმენა ტანჯვის გადატანისა და გააზრების ძალას გვაძლევს. ისევე როგორც მჭედელი ფოლად ცეცხლში წვრთნი და ღმერთს შეუძლია უმძიმესი გამოცდები ჩვენი სულიერი ზრდისათვის გამოიყენოს. ტანჯვა ჩვენს ამპარტავნებას ამდაბლებს. ის გვწმენს ყოველივე ზედაპირულისაგან და გვიბიძგეს მთავარზე დავფიქრდეთ. ის გვასწავლის ხვებისადმი თანაგრძნობას. ის შეიძლება რწმენისა და ნდობის სკოლადაც კი იქცეს. ფსიქიატრი და ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილი პატიმარი ვიქტორ ფრანკლი ამის შესახებ თავის ცნობილ წიგნში წერდა, თუ ცხოვრებას საერთოდ აქვს აზრი, მაშინ აზრი ტანჯვაშიც უნდა იყოს. ტანჯვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ხვედრი და სიკვდილი. ტანჯვისა და სიკვდილის გარეშე ადამიანის ცხოვრება სრული ვერ იქნება. ქრისტიანობა უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ქრისტეს ვნებებში თანამონაწილეობით ჩვენ საკუთარ ტანჯვას შეუძლია გამომსყიდველი და მხსნელი აზრი შეიძინოს. როდესაც ქრისტიანი იტანჯება, ის ამ ტანჯვაში უმთავრესი არჩევანის წინაშე დგება. დარჩება თუ არა მისთვის ტანჯული ღმერთის გვერდით. ტანჯვის დამთვალნელი ქრისტიანი უერთდება ქრისტეს ტანჯვას, რომელიც ამას სოფლის მტრის მიერ არის აღძრული და ამით უპირობო გამარჯვებისათვის ემზადება. მაშა სადამე ტანჯვის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება ეს ყველაფრის ახსნის ვცელობა არ გახლავთ. ეს ღვთისადმი ნდობისა და მოყვასისათვის თავგანწირული მოქმედების მოწოდებაა. ჩვენ გვწამს, რომ ტანჯვის წყარო დაცემული ძალაა და არა ღმერთი.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთი ჩვენთან ერთად იტანჯება და ჩვენს ტკივილს ჯვარზე იზიარებს და ჩვენ გვაქვს უყევი იმედი იმისა, რომ მას შეუძლია ჩვენი უმძიმესი გამოცდები ხსნად აქციოს. საბოლოო ჯამში, ისევე როგორც მართალი იობი ბიბლიაში, ჩვენ ყოველთვის ვერ ვიღებთ პასუხს ჩვენს კითხვაზე რატომ, მაგრამ ტანჯვაში ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ჩვენთვის დაიტანჯა და ეს ყველაზე დიდი პასუხია და ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა კითხვაზე რატომ იტანჯებთ.